მოგესალმებით და გიბრუნდით ახალი ვიდეოთი. ისევ დამაგვიანდა, ისევ უნივერსიტეტის გამო, ისევ გამოცდების გამო, დანაშაულის გამოსასწორებლად, დღეს ვაკეთებ იმას, რასაც არ ვაპირებდი თავიდან გამეკეთებინა, მაგრამ როგორც ხედავთ, დღეს ვაკეთებ. დღეს უნდა ვნახოთ მძიმე დანაშაულის ორი სერია, პირველი სეზონის მე-6 და მე-7. და ასე ვთქვათ, დავამთავროთ პირველი სეზონი განსხვავებულად. სავარაუდოდ ასე აღარ ვიზამ, ახლა მართლა ძალიან ზედმეტი სუფლება მივეცი თავს და როგორმე უნდა გამოვასწორო. მაგრამ ხო, სანამ დავიწყებთ, კიდე კაი გამახსენდა სათავე უნდა ვნახო, ესე იგი Crazy Handful of Nothing. აი, მაშინ. სათავეს ინტერესებს. ეს ჩირთულია. უფრო დიდ შესავალსაც გავაკეთებდი, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგეთ, როგორ მომიატრა ვოლტის და ჯესის სახელი გამოცდების გადამყიდე, ასე რომ, ხო, დავიწყოთ ეგრევე. მანამდე შეგახსენებთ, რომ ხალხო, დალაიქეთ ჩემი ვიდეოები, ну, კარგი, მაგრამ არხი გამოიწერეთ თუ შეიძლება, ვისაც მოგწონთ ჩემი ვიდეოები და ვინც უყურებთ გამოწერის გარეშე. არადაის სირთულეს თქვენთვის ეს არ წარმოადგენს, ჩემთვის უკეთესია 1000 გამომწერზე სავარაუდოდ რამე დიდ გრანდიოზულ სერიალს დავიწყოთ. ну, ბლიჩიკი დაწყებული მაქვს, მაგრამ 1000 გამომწერზე უფრო გრანდიოზულ რამეს ავირჩიოთ. სერიალს უფრო რა, ანიმაციურს არ არის, ვინმე კინოსერიალს. კაი. გამოკითხვა რა თქმა უნდა მექნება მე. ესე იგი მძიმე დანაშაული Breaking Bad პირველი სეზონის მე-6 სერია Crazy Handful of Nothing. შემეშინდა რომ უკვე დავიწყებული მქონდეს სათავე. 3, 2, 1 დავიწყეთ. გახმოვანებულია acara.net.com-ის მიერ. გაცრავად. ექსპერიმენტის შედეგი. ვოლტი ახლა ალბათ გითხავს, რა ჩემდება საკეთებდი აკუჩებოდ. მოდი ჩამოვყალიბდეთ. ეს ქიმია ჩემ ფლობელობაშია. მომზადებას მე ვხელმძღვანელობ. ამის გარეთ ქუჩაში აგვარებს შენ. სამართლიანია. მომხმარებელს პოულობ შენ. არც კი მინდა რაიმე ვიცოდე მათზე. არ უნდა ვნახო ისინი და არც უნდა გავიგონო მათი ხმა. სამართლიანია. არანაირი ურთიერთობა არ მინდა მათთან. ამ საქმეში ვართ მხოლოდ მე და შენ. მე აჩრდილი ვარ. რაიმე საწინააღმდეგო გააქვს? არა. ძალიან კარგი. არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება. არანაირი სისხლი. არანაირი ეს საკადრები ეს. მოწედა. საწყობი ვაუ! ესეც თავგადასული ვოლტი, როგორც იმაში ვნახე TikTok-ზე ერთხელ. წინა ვიდეოში თქვი მგონი ვოლტს დანახი მაქვს თქო. ну, თუ არ გახსოვთ, ახაც ვიტყვი რომ დანახი ყავდა TikTok-ზე თავგადასული. კარგი, აღართა ეს სისხლი და არა დაწყვეტილი რომ თუ ამ სერიაში არა შემდეგში უჭველი დაიღება ეს პირობა. კარი ახლა რა ხდება? ანალიზი. სკაილერი აქა. კარგად ხარ? კი, კარგად ვარ. იცი რა ძვირფასო?
აქ არ გინდა ჯდომა. მომწონს შენთან ჯდომა. გასაგებია. ასევე ახალი კურსის მიღებულს ერთი ვიდეო ჩავწერე აქამდე სადაც ვამაყრობ მოგწონს თუ არა მაგრამ სავარაუდოდ ის ვიდეო ამაზე გვიან გამოვიდა ჩემთვის რომ უკეთესია თუ სახლში იქნები და იმ დროისთვის ოლდერ ჯუნიორს დაელოდები როცა დაბრუნდება. კარგი. კარგი. როცა მორჩები დამირეკა? ო. ელიოტთან ხომ არ დაგირეკავს? მისი ქვითარი არ მინახავს. კი მე მივიღე. მართლა? კი, მოვიდა გასულ კვირას. და პირდაპირ კრედიტის ანგარიშზე შევიტანე. ასე რომ ამას მე ვაკონტროლებ. ყველაფერი კარგადაა. კარგია. რა რეგულირია ყველაფერი კარგადაა. შეგიძლიათ ორ შაბათამდე არ მოხსნათ. მადლობა. თუ ზედმეტ დისკომფორტს იგრძნობთ, დარეკეთ. სხვა შემთხვევაში იმ კვირაში შევხვდებით. ქიმიური რეაქცია მოიცავს ორ საფეხურს. ნივთიერება და ეს ენერგია. აჩქარებული ისინი როდესაც რეაქცია თანდათან ხდება, ენერგია მცირედ ითიცვლება. მას ვერ შეამჩნევთ რეაქციის მიმდინარეობისას. მაგალითად, როდესაც მანქანა იჟანგება. სწორია? მაგრამ თუ რეაქცია სწრაფად ხდება, ისეთი ნივთიერებების ურთიერთქმედებას, რომლებიც ჩვეულებრივ საზიანო არაა, უზომოდ დიდი ენერგიის გამოყოფა ახლავს თან. ვის შეუძლია დამისახელოს სწრაფი ქიმიური რეაქციის მაგალითი, მინიშნება დაფაზეა. სწრაფი ქიმიური იქნება რეაქცია აფეთქება. დიახ, კარგია. წვა მინდოდა ბეთქვა მაგრამ წვა აფეთქებები არის შეიძლება ქიმიური რეაქციების შედეგი, სწრაფიც იყოს და არც ესე რომ არა რომელიც ფაქტიურად წამიერად ხდება. რაც უფრო სწრაფად ხდება რეაქტორებში, ანუ ფეთქებადებში რეაქცია. მით უფრო ძლიერია აფეთქება. აფეთქებები. კარგი, დაიწყეთ მეშვიდე თავის კითხვა. ქიმიაში არასდროს ყოფილი გამორჩეული მაგრამ არც დოლი ყოფილა ასე რომ აზრზე ვარ კარგად ხართ? მე დავასუფთავებ მისტერ ვაით. არი დარდოთ. თქვენ გაკვეთილზე დაბრუნდით. ალბათ ახლა უარესები გახდება და მადლობა ჰუგო. გადაიპარსავს თავს ვაუ მაგარი კადრია ხუთების და ისევ აი რა კარგად აკეთებდა და განათებებზე წონაში კლება დაიწყო. რა ქვია მაგას დღის პერიოდების ცვლას ამის ყურება მიჭერს. გრძნობ როგორ გახდა ყველა წონაში ჯერ კლება ხვდები. მასთან ლაპარაკი შეიძლება? რა თქმა უნდა. ვალტ. როდესაც შემგანი კეტები, როდესაც არ მეუბნები რა გაწუხებს. მე მგონია რომ ჩემთან ყოფნა არ გინდა. არა.
ბოლო შემსახში ისე და კვიანად მიჯერე. ხარ. ყველაფერს უყვება ეს საკეთებს. თუმცა არ ვიცი რა მოხდებოდა კიდევ ერთხელ ხა არ აგონია რომ Skylers რა ისეთი თქვა. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას რომ როგორი რეაქცია ქონდა როცა გაიგო მარიხუანას კიდევ არის რამე რაც ოჯახს უმალავთ. უთხრა პირველ თუ მეორე სერიაში სწორედ ახლა ამის გაზიარების დროა. მარტო ყოფნა მომწონს. ამ ბოლოს. ეს შენი ბრალი არაა მართლა. უბრალოდ ზოგჯერ მირჩევნია მარტო ხო? არავის ველაპარაკო. ნუ, სიმართლე გითხრათ მეც მაქვს ეგეთი რაღაცები. მიუხედავად იმისა, რომ ვოლტის დასეკის ნაკლებად ვარ. მარტო ყოფნა სასარგებლოა ზოგისათვის. ნუ არის ახლა ინტროვერტი არ ვარ, მაგრამ ხანდახან მართლა მაქვს მომენტები, როცა მირჩევნია რომ მარტო იყო საკუთარ ამის თავთან. მიღებას გაუადვილებს. ანუ დამაჯერებელი ბიზნესია რა იმის თქმა უნდა. მომწონს სეირნობა. კვირაში რამდენჯერმე. ზოგჯერ მეტჯერაც სამსახურის შემდეგ. მართლა სიამოვნებს ბუნებაში ყოფნა. კაქტუსები, ინციდენტებს სადაც სტეპს ატარებენ რომელსაც ხედავთ. ხედავს ღირთვით შევა. იო, ღმერთო, კარგად ხარ? უბრალოდ გული მერევა. ჰაერი მჭირდება. ღმერთო, თითქოს ვიწვი. დაჯექი. წინ საფარი მოიხსენი. ღმერთო. ნუ ხო, გამოარესდება მდგომარეობა და ნახვამდის თმებო. არ იცი, ჩემს ისეთ ესე როგორც აქვს უხდება ვოლტს. რობერტო დასეთი ვაცილობა ახავს. რა უნდა გითხრა? კიბო გაქვს, ხო? აუ, ხო, აქამდე ხო არ იცოდა. საიდან იცი? დეიდა ჩემს ქონდა. რადიაციული დასხივებისგან. ფილტვებში გაქვს? შენი პარტნიორი ვარ. კი. როდის აპირებდი თქმას? ასე არ შეიძლება, არა. კარგი, ჯესი პასუხისმგებელიანად ლაპარაკობს. მესამეა. მესამე სტადია. უკვე ლიმფურკვანძებშია. ვაუ. კი. ხო ხედავ, вот, თადუთვინოს არა. მე ვიტყვი რომ უთვინოს საერთოდ არა. დეიდა შენი ძალიან ცუდად იყო, როდესაც აღმოაჩინეს. საკმაოდ ცუდად დიდხანს არ უცოცხლია. რამდენ ხანს იცოცხლა? 7 თვე. 7 თვე. ღმერთო. ახლა მივხვდი. აი რატომ წამოიწყე ეს ყველაფერი. გინდა ფული დაუტოვო ოჯახს სანამ მოგდები. გონია პრობლემა იქნება. შენ უფრო იცი, შენ გავხარ მიკრო ტალღური ღუმელიდან გამოსულს. ნუ вообще კი. სარისკო საქმე არის, მაგრამ რასერ გაიგეთ ოჯახისთვის. შეძლებ დამთავრებას. კი. კარგი. საინტერესო. არა. გეუბნებით რა. ერთ სერიაში დარწმუნებული ვარ რომელი უფრო მომწონს. ხო. მე? ხო. სად დაიკარგა შენი მზარეულის ტალანტი?
ანუ ერთ სერიაში დარწმუნებული ვარ რომ უფრო მომწონს. მიდი, განაგრძე. ხან ვოლტი, ხან ჯესი, მაგრამ აი ახლა ერთ სერიაში დარწმუნებული ვარ რომ ჯესი მომწონს, მეორეში არ ვიცი. მესამეში ვოლტი მომწონს, მეოთხეში არ ვიცი, სულ ასე ვარ. თუ კითხვები გექნება აქ ვარ. ვოლტი მომწონდა ყველაზე მეტად. ახლა არ ვიცი. ანუ ჯესი აშკარად. შემდეგ ჯერზე ქიმიოთერაპიისას თავზე ყინული დაიდე. დეიდა ამბობდა რომ ასეთ მანაკლებად ცვივა. მანაკლებად ცვივა. აჰა, კიდე მაგაზე მივჭიტე. ჯესი აშკარად ესეთი პერსონაჟი არის, რომელიც მოგეწოდება მაგას. არ ვიცი რატომ აჰეიტებენ ჩემი მეგობრები სიმართლე გითხრათ. ნუ ცოტა ვიცი კაი, მაგრამ მაინც ახლა. ეს რა? შობის საჩუქარია? ეს იმაირ წინაღისაა, რომელიც ვიპოვეთ. ჭანდაბა. რა? ლაბორატორიამ აღმოაჩინა, რომ შიგნიდან ნიღაბის წარწერა აქვს, რომელშიც წერია, რომ ეს სკოლის ლაბორატორიის საკუთრებაა. იქ ვოლტი მუშაობს. კაი რა. ეს ვოლტის სკოლაა. ასე მიხდებია. ნუ არ მგონია ხარ, რომ ვოლტი არის გარემული და. ეს საინტერესო გასულებია. First video, two brigade conda. ჩვენ ხომ სამზე შეთანხმდით. ფულის საჭრელად ვიყავი. მეორე მობილური გიყიდე. ესე მან ალბათ ცხელა. მაგათოს. ჭtildeც არ არის. იმის რომ დაიბალოს ეს. რამდენია აქ? თუ მანქანაში არ შეჭდები შიგით, მაგრამ 26000? ექსპერიმენტის დროს როგორ? არა, 2600. შენი 1300-ია. მინუს $25 ტელეფონის. რამდენი გაყიდე? 30 გრამამდე. როცა ავწონე 9 კილომდე იყო. დანარჩენისაც წავიდა. მთელი ღამე დავდიოდი და ვყიდდი. იცი რა ძნელია იპოვო ისეთი ადამიანი, ვინც 50 გრამს მაინც იყიდის ერთად. შენ ერთიანად გაყიდე 9 კილო. ვის მივყიდე? მე რა ნაიარების სახე ვარ? ასე არ გამოვა. მე აქ კანონს ვარღვევ. ეს მოგება ამ რისკის სანაცვლოდ ცოტაა. მეგონა ისევ 9 კილოს გაყიდვისთვის იყავი მზად. ქიმიაში ყველაფერი იცი, მაგრამ ნარკობიზნესში არაფერი გაგეგება. ეგეც ვერთელია. სამაგერად მაშინვე ვხედავ, როცა ადამიანი არ ინდომებს. ღმერთო. შეიძლება. მიდი, ჩართე წარმოსახვა. ეძებე არასტანდარტული გზები. ნუ ნარკობიზნესში დიდად არც მეკამეკება რა თქმა უნდა. ერთი ის ვიცი, რომ მარტივი არ არის ისეთი სპორტი. ამას როგორ მივახციოთ? შეიძლება ჩემთვის ბევრად რთული იქნება ვიდრე ჯესის რა თქმა უნდა. ჩვენ დისტრიბუტორი გჭირდება. იცნობ ეგეთებს? კი, ვიცნობდი და შენის მოკალი. ვაუ. ვინ დაიკავა კრეიზი 8 ადგილი? ვიღაც ტუკომ. ტუკო?
ნამდვილი მხეცია. რასახელებია? იზილვა. წადი დაელაპარაკე მას. როგორ? გამარჯობა, სერ. ვიცი მე თქვენ არ მიცნობთ, მაგრამ ვიცი რომ ეთანოლით ხართ დაინტერესებული. დაახლოებით მასე ოღონდ უფრო ლამაზი სიტყვებით. არ გამოვა, ის ძველი წესებით ცხოვრობს. რა ეს რას ნიშნავს? ოღმერთო, ის ჩვენი დონის არაა. ის არ დაიჭერს ჩვენთან საქმეს. მოყვარულებთან. არ შეიძლება ასე მიხვიდე ავტორიტეტთან. მე მგონი საჭიროა რომ ვიღაცა დაგვაკავშიროს მასთან. ვოლტის შეცდება მივიდეს და კარგი ვინ დაგაკავშირა კრეიზი როსთან? ემილიომ, ისიც იმიტომ რომ მესამე კლასი ჩვენ ემილიოს ვერ დაველაპარაკებით, ჩვენ იცი, კარგი. გეუბნები მისტერ ვაით, რომ ეს ძალიან სარისკოა, კარგი? ჩვენ ფულს ისედაც ვშოულობთ. რა საჭიროა კიდევ ვიღაცის ჩარევა? კარგი მოკეტე. ნუ წუწუნებ. ისე որ შაბათამდე დავიცადო? დიახ, თუ შეიძლება. Mr. White. კევია. მადლობა. კიდე მეგონა რომ ნარკოტიკულ რაღაცასაც ვიდა. ტიპია. გამარჯობა. თავს როგორ გრძნობ, ვოლტ? კარგად. სტუმარს მიიღებ? ჰენკ. თუ რამე დაგჭირდა გამაგებინე. კარგი, მადლობა, კარმენ. Вообще, იმან რა ქვია. ჯანდაბა ამ ვოლტ ქალს. მეცოდა რომ ამ სკოლიდან არის, ანუ ვიცის ვოლტ ამ სკოლის ის აქვს. აბა რა საკეთებ? აქ. თუ არა, მაშინ ჯესის დაიხ. შენ სამსახურთან დაკავშირებით. კარგად ხარ? მოგვიანებით მოვალ თუ გინდა? არა, კარგად ვარ. რას გულისხმობ ჩემს სამსახურთან დაკავშირებულში? ეს თუ გეცნობა? არ შეიმჩნია ვოლტ. არა. ეს გამოიყენეს მეთანოლის მომზადებისას. ის ინდურ მიწაზე ვიპოვეთ აქედან 40 მილის დაშორებით. შიგნით წარწერაა, რომ ამ სკოლის ლაბორატორიას ეკუთვნის. მართლა? ვერ ხვდები აქედან იქ როგორ მოხდა? იმედი მქონდა დამეხმარებოდი. ის ერთ-ერთი ჩამშვების მანქანასთან ვიპოვეთ. ერთ-ერთი ჩამშვების მანქანასთან? ნუ ხო. ჩამშვების? თუ ხო, ჩვენი ერთ-ერთი ინფორმატორია. ცოტა ხნის წინ დაიკარგა, ცედარი ჯერ არ ვიპოვია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოკლეს. ამ ბოლო დროს ასეთი ნიღაბი არა. არ დაკარგულა? ჩამშვების რაც არ მახსოვს თუ არა. უფრო სწორად რამდენადაც ვიცი, არ დაკარგულა. ინვენტარის სიას უნდა გადავხედო. კი, აი იქ კედელზეა. წინააღმდეგი ხომ არ ხარ საწყობში რომ გავიარო? არა. გასაღები ვის აქვს? მეცნიერების ფაკულტეტის თანამშრომელს კარმენს, დარაჯს და მე. სტუდენტებს
არა არც ერთ სტუდენტს არ აქვს გასაღები ეხლა გვაკლია თქვენ აძლევდეთ რომელმა იცის სად დევს გასაღები არ ვიცი არ გონია რომელიმე მიცოდეს მე ჯიბეში ვინახავ ვოლტ მისმინე ისინი შენი სტუდენტები არიან მაგრამ მათი შეუფასებლობა შეცდომა კიდევ არის აქ ნიღბები არა იმიტომ რომ მე 6 დავთვალე სიაში 8 ჭურჭელიც არეულად დგას ხო მინიმუმ რამოდენიმე კოლბა აკლია 500 მილilitrიანი კოლბა ხო მეთანოლის მომამზადებლებს მაგაში უყვართ მოხარშვა არ უპასუხებ არა ეს უბრალოდ არა იყოს იქნებ სკაილერია და რაიმე უჭირს ნუ მომაქცევ ყურადღებას მე ჩემი საქმე მაქვს მიდი უპასუხე მე რამით დავკავდები კარგი ო რასაკეთებ მისტერ ვე გისმენთ ცუდროს ვეკავ დიახ მაშინ მისმინე გახსოვს იმ ტიპზე რომ ვლაპარაკობდით ტუკოზე აღმოჩნდა რომ ჩემი ნაცნობის კინი პიტი ერთად ისვენებდნენ და ირუჯებოდნენ ეგრე რა ხო შეგიძლია დაგვაკავშირებს ახლა იგვაქვს 9 კილო კარგი მადლობა დიდი მადლობა რომ დარეკეთ კაი ჩემი ექიმი ძალიან მზრუნველია მისმინე არ მინდა ამაში გაგხვიო მაგრამ ერთი მხარშველი ყველა შემთხვევაში გყავთ ასე რომ ინვენტართან ყურადღებით იყავი ხო აი ახლა დახმარება არ მინდა რომ ხალხს შენში ეჭვი შეეპაროს კაი მართალია მე ცოტა მოვთქვი აბსოლუტურად გეთახმები საცხარო იქნება ჰენგი რო გაიგებს ამბობ რომ ის შენი ახლობელია კი ძალიან ხო გასულსად ნუ მე ჯესის ადგილას ლემე ისეთი მოდელი მეკდება მახის იმიტომ რომ იო მე ხომ სკინი პიტი ვარ სკინი პიტი იქნებ დავიკიდოთ და წავიდეთ ჯესი არ დაგავიწყეს წინასე რა დაგემართა კარგად გომცურებია ტყუილად გჩრეკავ ძმაო აი ჯესის ხობარებს მე ტუკო როგორ ხარ ძმაო რაც არის კარგად მოწყობილ ხარ მას შემდეგ რაც ბოლოს გნახე და ბოლოს რაც ეს შენი ბიჭია ხო ჯესი ყინულებითაა მოსული ჰეი ბევრი მსმენია თქვენზე ყინული მაჩვენე უსუნე მოეშვი ძმაო პოლიციელი არ ვარ გითხარი შეისუნთქე კარგი ორი წელს მოგეჩვენა თვალი გამოითხარა ბომბა მაგარია საუკეთესოა ჩტილის გამოდრეთ შემდეგ თვალში გაიყარა მე მოვამზადე იტყუები ვისთან მუშაობ არავისთან ძმაო პარტნიორი მყავს რომელთან ერთადაც ვამზადებ სულ ესაა კარგი
ვიღებთ. გითხარით უკვე არ გვიღალატებდა. ფასზე შევთანხმდეთ. ორი წამით გაჩერდები? კარგი. რამდენი? 35,000 ნახევარ კილოში. ნარგვაწყობს. ნახევარ კილოს აკლია. კარგი, ვიხუმრე. ყველაფერი კარგადაა. კარგი, წადით აქედან. აი, შეიძლება ფული მზედმეტად ნერვიულობ. მიიღებ. რეალიზაციისათვის ავიღე. 35-ის მოტეხვა გინდა? ჩემი არ გჯერა? არა, არ გჯერა. ეს ასე არაა, უბრალოდ მე ასე არ მუშაობ, არ მაინტერესებს, საქმე გაკეთებულია. შენ ხომ მითხარი რომ მოგვარებული იყო. მეთანოლს მივიტანთ და ფულს მივიღებთო. ნუ დარდობ ძმაო, თუკო არ დაგაღალატებს. შენ ვის მხარეს ხარ? გამიშვი. კარგი. ნუ ეცედი რაღაც ცუდისკენ წავიდე და კარგი. მართლა კარგი მეთანოლი მოიტანე. ფული წინასწარ გინდა? კი. ეგრე მარტივად? მაგრამ ნამდვილად 35-ია რა? მიიღე. ისეც უყურს ეგრე მარტივად? აჰა. სამხრეთში, ჩემ გარდა კრისტალებს არავინ ყიდის, გაიგე? ოჩი. ნუ ამაზე უარესი აღარ უნდა მოხდარიყო. გამარჯობა, ჰუგო. უგოსთან რა გვინდა? შეიძლება ჰუგო დაგიძახო. ჰუგო? მასთან პრობლემები არასდროს გქონია. ეს ბიძია ჰენკი არაა? რა? კარგი, რა ხდება? მიდი გააფორმე. ბიძია ჰენკი მისტერ არჩილს აპატიმრებს. ვერ ხვდები რა ხდება, ეს სისულელეა. კაი რა. იო 1-4-8-3-3-1-9. რა ხდება, დატოვე შეტყობინება. საჯანდაბაში ხარ, დამირეკე. Hey Walt. ჰენკი უკვე არიგებს. კარგი, მოვდივარ. კარგი, ნახოთ ამჯერად რა მოვიდა. კარგად გამოიყურები, Walt. უკეთესი ფერი გაქვს. ხო? მადლობა. ახლა ძალიან ძლიერ წამლებზეა. ექიმ დეკლოველის უნდა რომ ცოტა ხანი სამსახურს თავი დაანებოს, მაგრამ არა და ზუსტად დღეს ველაპარაკე კარმენს და რამოდენიმე დღივით შემცვლელს მიპოვნის. კარგია. სულ მოვიწყდებოდა მე თქვა, მაპატიე. სონს ჩამოდი. ქვით არის. მეც. ქვითარს მაღაზიაში მოგცემენ. 10 მილიონი. ეს 25-ია, ლურჯია 10. კარგი, მაშინ 25 მილიონი, იმიტომ რომ მაგარი ვარ. ვაუ. ბიძია ჰენკ, გავიგე მისტერ არჩილია დაიჭირე. ის კარგი ადამიანია. აღმოჩნდა რომ ის ჩაწერილია სიაში. შენახვისათვის ჰქონდა საქმეები,
გადავწყვიტეთ რომ ის იპარავდა თქვენი სკოლიდან ქიმიის აღჭურვილობას. ხო, მაგრამ ეს მას ხომ გასაღებიც ჰქონდა. საკმარისი სხვა არის, მიზეზიც იყო. როდესაც მისი მანქანა გავჭრიკეთ, მარიხუანა ვიპოვეთ. რა? ეს ყველაფერი ამტკიცებს რომ ბებერი დიდი ჰუგო არც ისე კარგი ადამიანია. შენი ჯერია ვოლტ, ბაკონჩი ახლავე. ხო. არ მჯერა რომ სკოლის სისტემამ არაფერი იცოდა ამ ტიპზე. ეს ყველაფერი საშიშია. აუ, სკოლის სისტემა როგორ კი მოახერხა რომ სკოლაში შემძვრელი? სახში ყავთ ეგეთი და არიცით. მარ ვიცი, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ჰუგო ქურც არ გავს. ხო, არაფერი პირადული ვოლტ, მაგრამ შენ კრიმინალს არ იცნობ. ძალიან ახლოსაც ვყოფილ შენთან. შენ საერთოდ დამნაშავეს არის. ასევე მივიღეთ ორდერი ჰუგოს სახლი მთლიანად დავათვალიერეთ. აღმოჩნდა რომ ის სტაჟიანი მარიხუანას მწეველია. მაგრამ შენი საწყალი ჰუგო. მაინც ვერ ვიპოვეთ. რაიმეს მალავ? შიგნით ვარ. და მდინარის ბანკო. მე გამოვედი, არაფერი მაქვს. მეც და მე ყველა გავიდა. თუ მეც გავიდა. მე და შენ დავრჩით, მეგობარო. მას რა აი ახლა ეს თუ ჰუგოს. აუ, სამსახურს შევი, აუცილებლად ეს თუ დაკარგავს. წინასწარმეტყველების ფონდია რა, მე სიმბოლური რომ ყველა გავიდა და ბატო ჰენკი და ვოლტი დარჩნენ, ხო არ ნიშნავს იმას რომ როგორც ეს კაცი სამი თამაშობს თუ პერსონაჟი განებდები და- ქალებით. ჰენკ მედი არა. უკაცრავად. ოლინი. მეგობარო, ძალიან ცუდად იტყუები. რა გაქვს მანდ? გული მოგივიდა და ფლეში შეაგროვე არა? არა. არ დავიჯერებ, ფოლდი. ჰენკ, ასეთი ცუდი კარტი გაქვს კარგი რა. გამაშტერდები. ტუზი დააგდე და მეფე. შენ რა ყავდა? მე ვიცვივა. ოჰ. Who is this? ვინ არის? ჯესი პიგმენტთან რეკავ. გამარჯობა, ის გასულია. სადაა? საერთოში? სერიოზულად ასე ძალიან ცემა? შენის ხარ? კი, ის ვარ. როგორა? ნეკნები აქვს დამტრეული და ასე შემდეგ. ვაუ. ხეცურად ცემეს. ჟანაირად სახეში არ ვთქვი მარტო. მასში თითქოს ეშმაკი ჩასახლდა. სერიოზულად. კათიშულია მეგობარო. ექიმებმა ბევრი წამალი გაუკეთეს. ესე იგი შენ ხარ მზარეული. იო, შენი სახელი არ ვიცი. ნუ ვოლტის ადგილს არ ვეთვალე სახელს. ტუკოზე მომიღები.
ან რაიმე ზედმეტ სახელს ხო ზედმეტ სახელს დავირქმევდი როგორც ტუკო და კრეიზი რვა რატომაც არა აუ სისხლოს დის და მე ვეთქვი რომ გადაიპარსე ეს თვები ახლა უმეწორი და წარი ახლა კიდე თვები შერჩება ხელში ალაზრი მოუვა მოიშოროს ეგრე ოჯახის სახელი დილამშვიდობისა დილამშვიდობისა კარაქი მომაწოდე მაგარი ტიპი ხარ გადაპარსული ვოლტი და ეს მომენტი იყო როდესაც სერიის დასაწყისში რომელიც ვნახეთ მარტო მივიდა თუ იდი თუ რა ქვია იმდებს წაიყვანდა ეი მელოტო რა გინდა ტუკო ხარ ტუკოსთან მინდა საუბარი სანამ არ დაველაპარაკები არ წავალ წავედით რა ქვია ჰეიზენბერგი ჰეიზენბერგი და ჯეკი ჰეიზენბერგი დიდხანს ვერ გავჩერდები არა ზედმეტ სახელი ჰეიზენბერგი ვაუ კაია შენ თვითონ მოხვედი რატომ არ იწყებ ლაპარაკს და არ მეუბნები რა გინდა $50,000
50,000 ჯესი მგონი 35 თქვა. ეს როგორ გავიგო? 35 კილოსთვის რაც მოიპარე. 15 კი ჩემი პარტნიორის სისხლისათვის. ეგრე. შეიცვალა სახე. პარტნიორი. არა. ხო. გამახსენდა. ის პატარა ნაბიჯვარი, ალბათ მამამისი ხარ. ალბათ მამამისი ხარ. არა. მოდი დავაზუსტოთ. მე წავიღე თქვენი მეთანოლი. შენი პარტნიორი ვცემე და შენ მოხვედი და უფრო მეტი მეთანოლი მოიტანე. კი, ალბათ უფრო მეტი ფული უნდა მოგცე. ეს ბრწყინვალე გეგმაა. კი, ბრწყინვალე. ერთი რაღაც შეგეშალა. ეს მეთანოლი არა. საწარმოები არა? Oh my god. შენ რა გაგიჟდი? გინდა გაიგო. არა, გონზო წყნარად. კი, ეს ვიდა თელეპაკეტი დავაგდება. ვახჩები. ყოჩაღი ხარ. აიზენბერგი. აი ასო. ხელები ამწევია ეს საუკეთესო სერია. ის კრისტალები. რომელიც შენმა პარტნიორმა მომიტანა. ძალიან სწრაფად იყიდება. ამიტომ კიდე გინდა. მოდი იმ კვირაში. და კიდევ მომიტანე 9 კილო. გავუშვი. ფული წინასწარ. კარგი. ესეც მომწონს. ფული წინასწარ. იმისათვის რომ დიდარი დარჩე, ხანდახან უნდა იქურდო. ცნობისთვის პირობა ხოდა არ ღვია ორი ვოლტმას და ჯესიმაც. ხო თქვა ვოლტმა დასაწყისში რომ მარტო კილო აიღე. დასაწყისში ვოლტმა რომ უთხრა რომ შენ მიხედე ქურდებს და ნარკოტიკებს და მაგის კროსსო და მე ექსპერიმენტებს პოლიმინირებული მერკური. არა და უკვე ჯესიმიც და პატარა ქიმიური ეშმაკობა. ატარებდა ექსპერიმენტებს და ახლა ვოლტი ჯესის საქმეს აკეთებს. გახმოვანებულია აჭარა ნეტკომს. და ამას მოწონს. ნუ ეგ შეიძლება მოწონს ზოგადად. და ჰაიზენბერგი საინტერესო იქნებია. ოღონდ ნიშნავს, აი რამეს უნდა ნიშნავდეს. თუ просто რაღაც ძერსკი სახელი მოხდეს აირჩია. ეს ჩვენი ფული. კარგი. Чего-то. მოხი ეხლა აქედან. აი სიმღერები ფინალის კარგი აქვს ამ სერიალს. კაი, ესე იგი ეს იყო ომის გათიშვა. ეს იყო მძიმე დანაშაული პირველი სეზონის 6 სერია.
ვაჰ, ჩემი ეს საუკეთესო სერია იყო პირველ სეზონში. შეიძლება მეშვიდე უკეთესი იყოს, რომელსაც ახლა ვნახავ, მაგრამ ჯერჯერობით ეს იყო საუკეთესო. ვოლტის და ჯესის ევოლუცია. ჰენკის სცენებიც ძალიან მომეწონა. ვოლტის ურთიერთობები ოჯახთან ყველაფერი როგორ დაალაგდა. ვოლტის ურთიერთობები ჯესისთან სულად ახლა აშკარად ნებდება უფრო უკეთესისკენ იცვლება, მაგრამ მომწონს ასევე ოჯახთანაც როგორ აეწყო ყველაფერი კარგად. ჰენკი ნამდვილად წინ და ერთი სული მაქვს ნახავს როდის გაიგებს რომ ეს ვოლტია. თან არც მინდა იმიტომ რომ ერთიც მომწონს, ანუ ჰენკიც მომწონს და ვოლტის და არ მინდა რომ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რასაც როგორც მე ვთვლი იზავენ, იმიტომ რომ ახლა უყურადღებოდა ამ თემას არც ერთი დატოვებს და არც მეორე. განსაკუთრებით ახლა ჰენკი. ვნახოთ როგორ შეიცვლება ყველაფერი მეორე სეზონში. ისე ალბათ თითქოს და პირველი სეზონი დამთავრებული მქონდეს. ერთი სერია კიდე დაგვრჩა, მაგრამ დღეს ვნახავთ კიდე ახლა ვნახავთ ამ სერიას და ხო, ნუ საუკეთესო სერია იყო ვოლტის სცენა ბოლოს მაგარი იყო და ჰაიზენბერგი როგორც ნიკნეიმი მომწონს, კარგად ერთსკენ ჟღერს, მაგრამ რას ნიშნავს, ანუ შეიძლება გაახმოვანო, მაგრამ რასაც ნიშნავს ამ ვიდეოში, ამ სერიაში მეშვიდეში, მაგრამ რომ არა მეშვიდე სერიის მერე ვნახავ. იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს ახლა მნიშვნელობა, კრეიზი როა თუ გასაგები იყო და თუ კომენტნაკლებად ესეთი სასაცილო ცოტაზე მეტსახელია. ჰაიზენბერგი რამე ისიც უნდა ნიშნავდეს. უკაცრავად. რაღაც ცოტა მეძინება სამით, არ ვიცი რატო. იმედია გამოფხიზდები ამ სერიას რომ ნახავ. ცოტა ხანი გავალ, მოჭრი და დაგიბრუნდებით 2 წამში. მოვედი. დადროა, გავაგრძელოთ, დავასრულოთ მძიმე დანაშაულის პირველი სეზონი. რეკლამები. როგორ ვიდოდა რომ ეკრები გადავსული კარგ. მერტო რომ რეკლამა მომიგრეთ. ამ საიტს უყარს ჩემი წვალება რა. არა. ჩონტაკა. ეკრანზე ეგრე უკაცრავად ეს აშკარად ზედმეტი იყო, მაგრამ ასე გამიკეთა კომპიუტერმა, ამ საიტმა კომპიუტერში 3, 2, 1 დავიწყეთ. დასასრულს მინდა ვთქვა, რომ პოლიცია სერიოზულად ეკიდება ამ პრობლემას. მეთამფეტამინის წარმოებისა და გაყიდვის აღმოფხვრა რჩება ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ქიმიური ლაბორატორიის აღჭურვილობის ქურდის საქმეს სკოლაში ყურადღებას ვაქცევთ. არ ინერვიულოთ, არც ერთი ქვა არ დარჩება, რომლის ქვეშაც არ შევიხედავთ. რაიმე კითხვები თუ გაქვთ, შემიძლია გიპასუხოთ. სერისზე საუბრობთ, თითქოს ჯერ არავინ დაგიჭერიათ. ის დამლაგებელი სადაა, რომელიც მარიხუანას მოიხმარდა? არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ის ნარკოტიკებს ყიდდა. ის დაიჭერეს მარიხუანას შენახვისათვის, მანქანაში და არა სკოლაში და აჰა, კიდე კაი, იმიტომ რომ წინასეც წეგანას ვქვი, ძალიან უცნაურია, რომ დაიჭირეს ეგრე მარტივად. და ახლა მაგის გარკვევას ვთვლობთ. რიგა თქვეს რომ არა მტკიცებულება. ასევე ცვლით სამსახურში აყვანის პირობებს. ეს საკმარისია. წესით ვოლტზე უნდა იფიქრონ. ის ქიმიურ მოწყობილობებს ის მასწავლებელია, კარგად იცის ეს ყველაფერი. ვაკვირდებით ყველას. თქვენ ამბობთ, რომ საწყობი გატეხეს. იცით ეს როდის მოხდა? ეს სკოლის საათებში მოხდა? ჩვენ ჯერ არ დაგვიდგენია შემოჭრის დრო და რიცხვი, არანაირი კვალი არაა შემოჭრის, ასე რომ ის ვინც აიღო გასაღები ჰქონდა.
ვიღაც სკოლიდან იპარავდა, ანუ ის ახლა ისევ სკოლაშია. სერ ამ დროისათვის დეტალების თქვენთან განხილვა არ შემიძლია. ერთს გეტყვით, ბევრი კარგი ადამიანი მუშაობს ამ საკითხზე. უკაცრავად, მაგრამ გონი ეს თვალის ახვევაა. ჩვენი შვილების უსაფრთხოება გვინდა. სიმართლე გითხარით. მაგრამ ჩვენ არაფერს გიმალავთ. მთელი ინფორმაციას გაწვდით, რაც გვაქვს. იცით რა სჭირდება სკოლას, ნარკოტიკების მაძებარი ძაღლები. კი, ძაღლები და მეტალის დეტექტორი. კარადების შემოწმება, პირადი ჩხრეკა, ჩვენს კვარტალში მკაცრი. მე კი მოვისმინე, რომ კანადის სკოლაში დააპატიმრეს დამლოგებელი ნარკოტიკებით. შემდეგ დღეს კი აღმოაჩინეს, რომ ნახევარი მოსწავლეები LSD-ს მოიხმარდნენ. LSD? ამის შესახებ როდის აპირებდით თქმას? არა, გთხოვთ, LSD-ზე არავის არაფერი უთქვამს. რა აღჭურვილობაა მოპარული? აღჭურვილობა ჩვენი ქიმიის საწყობიდან წაიღეს. და დღეს ჩვენთან არიან ადამიანები, ვინც ამაზე პასუხს გაგცემენ. Walt. დიახ. მისტერ უაიტი ახლა ბიულეტენზეა, მაგრამ მისი ადგილი სამედიცინო განყოფილებაშია. მან ძალიან დაგვავალა დღეს აქ მოსვლით. და მინდა ვისარგებლო მომენტით და მადლობა გადაუხადა მას. შეგიძლიათ მეტი გითხრათ მოპარულ აღჭურვილობაზე, თუ შეიძლება. კარგი. აი აქედან წესით უნდა გაჩნდეს ეჭვი. ხოლმე. მადლობა. აღჭურვილობის სია, რომელიც დაკარგულია. 1,500 მილilitrიანი მრგვალძირიანი კოლბა, 1,800 მილilitrიანი კოლბა. 2 ნიღაბი. 1 ქიმიური ჭიქა. და რამდენიმე თერმომეტრი. უკაცრავად, მაგრამ მანქანა ძალიან სასაცილოდ ჩანდა. იმედად ბრეიქდენს ცეკვავდა. კარგი. რატო გემართა და ასეთი კარგი რატომ იყო? იმიტომ რომ არალეგალურია. არც კი ვიცი რა თქვა ამაზე. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ. სხვანაირ დასაწყისს ვარ. ხო, ნამდვილად პირველი სეზონის მეშვიდე სერია ჩერტი. ეცეთ. ჩერტება. პირველი სეზონის მეშვიდე სერია. ჩერტება. ხო. სარდაფი. დაუმთავრებელი რა თქმა უნდა, მაგრამ ფარც შეხედეთ. შეგიძლიათ კინოთეატრი გააკეთოთ. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამდენი რამის გაკეთება შეიძლება. ეს ჯესის სახლია? ძალიან კარგი რაიონია, კარგი მეზობლებით. დიდი ეზოები, ხეების ჩრდილი, ქალაქგარე კლუბი ორნაბიჯშია. მოჭრეთ ჯესის. რატომ იჭირს დღეს ჯესის სახელის თქვა? ცოტა შეკეთებულია, მაგრამ სახლი კარგ მდგომარეობაშია. იცით, აქვე მეორე სახლიც აკუთხეში და ისიც ნახოთ. გამარჯობა. დათვალიერება ჩაწერითაა. არა, მე აქ მფლობელი სანახავად ვარ. ფორბლებიან სახლშია. მხოლოდ წინასწარი შეთანხმებით. წინასწარი გამარჯობა. გადაპარსული თავის ხო არ გავს ნახი. თავს როგორ გზნობ? ისე როგორც შენ გამოიყურები. ღმერთო, ლექს ლუთორს გავხარ. ლექს ლუთორს გავხარ. მისმინე საავადმყოფოში ვიყავი მოსული, მაგრამ შენ გეზინა. ხო, სკინიპიტმა მითხრა, კიდევ მითხრა, რომ ტუგოს მისამართი იკითხე და სისხლის მსმელივით იქცეოდი, მაგრამ ცოცხალი ხარ. ეგეც მალე მოეკიკონს. არა, ვიყავი და ვნახე. ეს არ ვთქვი. ანუ სახლს ყიდი. ამ სახლში ორი კაცი გადააქციეს კენკრის წვენად და ჩარეცხეს უნიტაზში. ტუალეტში შესვლასაც კი ვერ ბედავ. ალბათ მოჩვენებებითაა სახლის სავსე.
შენ ხომ არ ყოფილხარ გოგოსთან? კი, იყო. 17500-ია. ნახევარი შენია. 35000. მაგრამ კიდევ დამატებით 15 ის შენია დაიმსახურე. შენ რა ტუკოსგან ფული წამოიღე კი? ანუ ტუკომ მოგცა ეს? კიდევ დავედით კი 15. ჩვენ შეთანხმდით. ასეა. როგორ? რატომ შეუთანხმდი მაგ მათყუარას? ნახე რა გამიკეთა. იმიტომ რომ ვფიქრობ, ჩვენი ბიზნესის აწყობა შეგვიძლია მასთან ერთად. არა მეგობარო, შეუძლებელი არანაირი ურთიერთგაგება შეხედე ფულს, რომელიც ხელში გიჭირავს. ახლა კი უბრალოდ წარმოვიდგინე, ყოველ კვირას ამდენი რომ იშოვო. კვირაში 35000. ჩემთან საუბრის გარეშე მარტო გადაწყვიტე და უთხარი ამ კვლელს, რომ ყოველ კვირაში 1 კილოს მივცემდით. ნუ ვაფშე ხო, ამ შემთხვევაში ჯესის დავეთანხმებით, რომ თავიდან ხო ჯესის საქმე უნდა ყოფილიყო მოგვიწევს ეს. უფრო გულმოდგინედ ვიმუშაოთ და რამოდენიმე კუნდებთან და საათებზე არ ვლაპარაკობ. ფსევდო საიდან მოვიტანთ? როგორ აპირებ მოიძიო? ფიქრობ მეთანოლის ფერია მოგიტანს? თემების ფერი. ერთი კვირა მჭირდება რომ ეგ მომეგროვებინა. ასკრუსესში მივდიოდი 200 მილი ყოველდღე რომ შევხედროდი ტიპებს. ვინც აფთიაქში ყიდულობენ რამოდენიმე კოლო ფსევდოს და მერე ჩემთვის მოეყიდათ. ის ზუსტად ნახევარი კილოსთვის იყო საკმარისი. ესეც შენი ბრწყინვალე ბიზნეს გეგმა. კარგი გავიგე. გეცოდინებოდა ჩემთვის რომ გეკითხა. აი ისევ შევხვდით. მოვედით. სკაილერ არაჩვეულებრივად გამოიყურებით. 6-7 თვის ხარ ალბათ. როგორ მიდის? მადლობა. არაჩვეულებრივად თუ არ ჩართვით რომ ყოველ 5 წუთში აბაზანაში დავდივარ. მომავალ კვირას ბეიბი შაუერი გვექნება. და კარგი იქნება თუ სკაილერს დაუთმობთ თელ დღეს. როგორც ხედავთ მაგწვიოა, ხო? როგორ შემჩნიო? კარგად. იცით, საკმაოდ წესიერად იქცევა. უკეთესი ფერი აქვს, იცით, მისი ენერგია და მისი გარეგნობა. გარეგნობა? ხო, სექსუალურია. გულისხმობ, რომ უფრო მონდომებულიცაა. ეს კარგის ნიშანია, არა? ვოლტი ახლა რასაც გისურვებს. ამას ეთანხმები ვოლტ? ეს ხომ ნიშნავს, რომ ქიმიოთერაპიის შედეგი აქვს. იცი, რეალურად ეს შეიძლება ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატების სწორად მოქმედების შედეგიც არის. ზუსტი პასუხის გაცემა ჯერ არ შემიძლია, სანამ ვოლტი არ გაივლის მთლიან კურსს და ანალიზის პასუხი არ გვეწოდინება. რა არის რამე სხვა რისი გაკეთებაც შეგვიძლია? დავინტერესდი რამე ალტერნატიული მეთოდი ხომ არ არის, მაგალითად აღმოსავლური. რაც შოკოლადი მოვიდა. ჰოლისტიკური. კოკა-კოლას არ აქვს სხვა, არ ამიტომ ვიცი რამდენად ეფექტური იქნება, მაგრამ თუ ეს პაციენტს დაეხმარება, თუ მას კომფორტს შეუქმნის, მე წინააღმდეგი არ ვარ. ანუ ამბობთ რომ ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური შეიძლება იყოს? რაიმე რეალურ შედეგს ვერ მოგცემს? იმისათვის რომ უკეთესი შედეგი გქონდეს, განწყობა აუცილებელია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ ჩვენი შანსები რეალურად შევაფასოთ. კარგი. ეს ფორმა. რა? ნაგავსაყრელი. მოდი გამოვიცნობ, თვითონ აირჩიე ეს ადგილი. მერე რა მოხდა? სიმყუდროვეა. ეს რაღაც არა კრიმინალის მოფიქრებულ ადგილს გავს. ეს კინოში ვნახე, მეც მინდა და რა გავს კრიმინალის მოფიქრებულს? კარგი და შენ სად გაქვს ხოლმე ბიზნეს შეხვედრები? განმანათლე. არ ვიცი მაგალითად ტაკო კაბეზაში. ჩემი გარიგების ნახევარი ტაკო კაბეზაში მაქვს ჩატარებული. მშვენიერი ხალხმრავალი ადგილია. 24 საათი ღია ტაკო კაბეზაში არავისათვის უსვრიათ და მოუკლავთ. და რითია სავაჭრო ცენტრი ცუდი. მიდი გებში დამელოდე, შეხვედრის დროა. ამ ხაკისფერ შარვალს მოვიზომავ. მიხვედი, აიღეს დაფილოსფერი ბადე და არანაირი ფიქრი უკაო, რომელიც ნარკოტიკს გართმევს და სიკვდილამდე გცემს.
თუ გინდა ყველაფერს მარტო გავაკეთებ, კარგი? სერიოზულად. არა. ყველაფერი კარგადაა, კნუტი არა ვარ. აუგუსტი განახეთ. სამილიონიან. What's მაგრამ მისტერ სუფთა და მისი ბიჭი. მისტერ სუფთა. მაპატია რომ გცემე. მომეცი და მოგეცი. არა გმადლობთ. აქ რატომ გადაწყვიტეთ შეხვედრა? სავაჭრო ცენტრი დაკეტეს? ვაუ. ჰეიზენბერგ მიდი მაჩვენე. ჰეიზენბერგ ავიჩი. და ჯესი ვიცოდა? წარმოებასთან პრობლემები გქონდა. 250 გრამი. მეგონა მათყუ არა არიყავი. მითხარი რომ კილოგრამს მოიტანდი. შენ კი ამ 2 გრამისათვის მომიყვანე აქ. 250 გრამიც არ არის ცოტა. ნუ მეოთხედი ხო მაგრამ მაინც ახლა. 17500 მინუს 500 ჩემი დაკარგული დროისათვის. კარგი რა. ვიკამათოთ? რამის თქმა გინდა? ბიზნესს საშილად აწარმოებთ. თანხა მთლიანად მინდა. აუ, კაი, ხლა ვოლთ. 70000. რა თქვი? შენ მოგწონს პროდუქტი და კიდევ გინდა. ჩათვალე ეს კაპიტალის დაბანდებაა. მომხედე ბებერო მელოტო. აუ, ეგრე მოუძახი ახლა რაღაცა მოხდება. 42500 25 მერე მოგცემ. პროცენტით. პროცენტით? ყოველკვირეული პროცენტი. კარგი, ესე იგი გამოვა 65625. 850 გრამი. არა, 1 კილოგრამი. შემდეგ პარასკევს და არანაირი პრობლემები წარმოებისას. 2 კილოს აიღებ? მისმინე ბებერო. ლაპარაკია. ჩემი ფულის მიღება კი სხვა რამეა. რა გააკეთე ახლა? დაგრუპეთ ორივე. ასე სეზონის პირველი რამდენი არ ჩემს ემოციებს. ერთს კიდევ არა უშავდა. ჩვენ საუბრობთ 305 სინუსის აბზე. ამდენი აბის მომტანი მთელს მსოფლიოში არაა. ჩვენ მხოლოდ ფსევდოფერდინი გვჭირდება. ჩვენ გავაკეთებთ ფენილაცეტონს. სერიოზულად იგმა და ამინებს გამოვიყვანთ და გვექნება 2 კილო მეთანოლი. ბოდი შიტ. არ ვიყავი მართალი. შენ გეგმა გქონია? ოჩაღ მისტერ ვაით. მეცნიერება მაგარია. მეცნიერება მაგარია. ეს რა არის? საყიდლების სია. რაღაცეების შოვნა დაგჭირდება. 1 ავტოტრანსფორმერი. 6 ლიტრი გაუწყობებული მეთანი. 2.35 M&MC-ის ღუმელი. MM ნიშნავს მილიმეტრს. 70 მილიმეტრიანი კარგი იქნებოდა, მაგრამ არ გამოდის. 40 გრამი თორიუმის ნიტრატი. იო, მისტერ ვაით, ამ სიტყვების ნახევარის წარმოთქმა არ შემიძლია. იცი რა, მე მივდივარ ქალაქიდან. ჯესი, მისმინე. შენი დარჩენილი ცხოვრების პირველი დღეა. რასაკეთებ? დარჩენილი ცხოვრების პირველი დღე, მაგრამ როგორი იქნება ეს ცხოვრება? ის შიში უნდა გაატარო და იძახო, არა. ამის გაკეთება არ შემიძლია და არასოდეს დაუჯერებ საკუთარ თავს. არ ვიცი. მისმინე. ესენი გვჭირდება, გასაგებია? და მხოლოდ შენ შეგიძლია მათი მოტანა.
კარგი, ყველაფერი მუშაობს. ვიღებ. გამარჯობა პატარა, მე შენი დეიდა ვარ მერი. რა თქმა უნდა შენ უკვე იცი ეს, რადგან როდესაც ამას მერი ლამაზია ამ მე რა ამაში. თქმა უნდა ისევ ისეთი ვიქნები. მე ვიცასი ვხდები. ვიცი ეს გასაოცარია, მე საკმაოდ კარგად გამოვიყურები, არა? კი. კეთილი იყო შენი მობრძანება შენ სწორლებაზე, ესმერალდა. ესმერალდა. ესმერალდა, ეს შენი სახელია და პირველად ის აქ გავიგე. ეს შენი უფროსი ძმა. მოდი უფროსო ძმა დაენახე. ცხრის ქვეშ არა. მიდი, ისევ მე გადამიღე. აი დედიკოც. გამარჯობა დედიკო. დანახე? ეს შენ ხარ ესმერალდა. გაიღვიძე პატარა გართობის მე ეწევთ კონსერვის. ესმერალდა. გინდა დაიჯერე, გინდა არა, მაგრამ შენი სახელი უკვე ჰოლია. გონი სახელის ცვლის დროს წავიყვანე დეიდა შენი ფსიქიატრიულში. კი, მე წავიყვანე და ის კართან ჩამოვსვი. შემდეგ დავქორწინდი შანია ტვეინზე და ვცხოვრობდით ბედნიერად. ეს მამა. დაგველაპარაკე მამიკო. მიესალმე შენს გოგოს. ჰოლი, მე ვამაყობ შენით. და მე ვფიქრობ შენზე მთელი ეს დრო. სადაც არ უნდა წახვიდე და რაც არ უნდა გააკეთო, გახსოვდეს, რომ შენ გყავს ოჯახი და მას ძალიან უყვარხარ. გაგიმარჯოს. გაგიმარჯოს. მერთო ჩემო, რა საყვარელია. კარმენ. ეს შეხედე რა საყვარელია. ძალიან მომწონს კარმენ, მადლობა. მშვიდობაში ძვირფასო. ვოთ. აი ეს ჩემგან და ჰენკისგან. გაცრავად. რა ლამაზი შეფუთვა. მერი ყოველთვის საუკეთესო შეფუთვას არჩევს. მოდი ვნახოთ. ძალიან ნერვიულობ. ეს არის ეს არა. გვირგვინია. კი. მერი. თეთრი ოქრო და რამოდენიმე კარატიანი ცისკრონები. მერი, ძალიან დაიხარჯე. არ იყო საჭირო, მართლა არ იყო საჭირო, მაგრამ ეს ისეთი მართლა ისი ანათებს, ვიცი. მადლობა. მისტერ უოლტ, უფრო ძლიერი ლუდი არ გაქვს? ეს მშვენიერია, მადლობა ძვირფასო, მადლობა. მაპატიე ძმა, უბრალოდ მეორასი საჩუქრის შემდეგ ცოტა არ იყოს მომბეზრდა. მეორასი საჩუქრის შემდეგ. კარგი დასალები არა? მასთან ერთად რაღაც მაქვს. მაპატიე მეგობარო, არ მიფიქრია. არა უშავს. ყველაფერი კარგადაა. შეიძლება ერთი მეც მოვწიო? ჯანმრთელობისთვის შეიძლება? კარგი რა, უკვე ფილტვების კიბო მაქვს. ეგეც მართალია. აი აქ მაჯობე. აქ მაჯობე. თავიდან ვერ მოვწვე. კუბურია. ერთ FBI-ის ბიჭს რაღაც გავუკეთე და მადლობა გადამიხადა. მაგრამ ყოველთვის მეგონა რომ მათი შემოტანა ნებადართული არ იყო. ხო, ხანდახან აკრძალული ხილი გემრიელია რა? საინტერესოა რა, როგორ ვატარებთ ამ ზღვარს. და რა ზღვარია ეს? კანონიერსა და უკანონოს შორის. შენ იცი კუბური სიგარა, ალკოჰოლი. იცი, ამას რომ 1030 წელში ვსვამდეთ, კანონს დავარღვევდით. ერთი წლის შემდეგ კი არ დავარღვევდით.
ვინც ის რის ლეგალიზებას მოახდენენ მომავალ წელს. მარიხუანაზე ამბობ? თუნდაც. ან სხვა რამ. ჰეროინი, კოკაინი. ყველაფერი შეიძლება. ციხეში უნდა წაგიყვანო. იქაც მასზე ფიქრობენ. შენ რა ძმაო ამის გამო დამიჯერ? მომავალ წელს ის ლეგალური იქნება, როდესაც ვილ ნელსონი გახდება პრეზიდენტი. სასაცილოა. მაგრამ მეგობა რომ მხოლოდ ლეგალიზება კი არაა საჭირო. აკრძალვაც. მაგალითად მეთანოლი ადრე ლეგალიზებული იყო. მას ყველგან ყიდნენ. კიდევ კარგი დროულად მოეგენ გონს და აკრძალეს. იცი რომ ახლა სატყიდიან. მაგრამ მეთანოლი თვითონ რა გვინდა მეც გეშტერი ვარ. კარგად გავერთეთ. გვირგვინი. უღოთი მართლა გახდა. ჩუქლიან თეთრი. პირველ სერიასთან შედარებით. ფიქრობ გერტრუდ საჩარიში იქნება ნაყიდი. $500 მაინც ეღირება. იცი ფიქრობ დავაფრონო. დარწმუნებული ხარ? მე ხომ გაიგებს. მაშინ აუხსნი რომ პამპერსები უფრო გჭირდება ვიდრე გვირგვინი. არ ვიცი. მე ისთან მართლა მე ვიფიქრე იმ კურნალობის ალტერნატიულ მეთოდზე, იმ დღეს რომ თქვი. დაივიწყე, აღარ ვახსენებ მაგას. არა, პირიქით. იქნებ მართლა დამეხმაროს. ხო? ნახე, ფარმონში აკეთებენ ინდურ ნავაჯოს. გაწმენდის ცერემონიას. ითვლება რომ ეს ფილტვებისთვისაა კარგი. არ ვამბობ რომ ამის მჯერა, მაგრამ იქნებ მეცადა. მართლა? შენ? ინდურ ნავაჯოში. ფიქრობ, პარასკევს წავალ და კვირას დავბრუნდები, თუ წინააღმდეგი არ ხარ. რა თქმა უნდა არ ვარ წინააღმდეგი. Skyders ეს მართლა გავხარდა. ინდური ნავაჯო. ხო, უკვე განვიწმინდე, დამეხმარე. $70 მმ-იანი ღუმელი, მშვენიერია, შეუდარებელია, კარგად გიმუშავია. კარგი ჰიდროგენი, ელექტროფორეზით მიღებული, ხო? კი, როგორც ვთხოვე, მაგრამ ამის შოვნა არ იყო ადვილი და ძვირი იყო. მეთალამინი. მეთალამინი სადაა? მეთალამინს ვერ ვხედავ. ხო, მასთან პრობლემები შეიქმნა, ეს ყველაფერი უბრალოდ ვიყიდე, მაგრამ მეთალამინი დაცულია. ვერ ვიყიდე. თუმცა ვიპოვნე რამოდენიმე პროფესიონალი, რომელიც ჩვენთვის მოიპარავს მას. რა? მაგრამ ისინი 10-ს ითხოვენ. რა პრობლემაა ფული ხომ გაქვს? არა, მთლიანად დავხარჯე. რა? მხოლოდ 2 დამრჩა. ხომ გითხარი რომ ძვირი იყო მეთქი? ამ ყველაფერში დახარ. იმაში ამ კარ. კურდებმა გითხრე სად მოიპარავენ? წამლების საწყობში, ქალაქის სამხრეთით. ჩვენ მოვიპარავთ ახლა ეს. ეකිნის კარი აქვთ, ამიტომ ითხოვენ ამდენს. რა იყო? და ჩვენ თვითონ რატომ არ ვიპარავთ? აჰა. და საინტერესოა როგორ? გადავირევი ახლა. აი ასე. რა ეცეთი დარჩა? ჩვენ დახევარი სერია გვქონდა შეიძლება. რა ქვია, როგორ თქვი? თერმიდი.
და შენ ამბობ რომ ის საკეთს გაჭრის. იქ ალბათ ძალიან დიდი საკეტია. მეორე მსოფლიო ომისას გერმანელებს ერთი იარაღი ჰქონდათ. ყველაზე დიდი მსოფლიოში. გუსტავის თოფი ერქვა. გუსტავის 1000-ობით ტონას იწონიდა. გუსტავს შეეძლო 7 ტონა ტყვიის გასროლა 23 მილის სიშორეზე. მას ყუმბარები ხდებოდა, მაგრამ ვერაფერს უშავებდა. მაგრამ ერთმა მზვერავმა ერთი შეკვრა თერმიდით სამუდამოდ გაანადგურა ის იარაღი. მე ვფიქრობ, ის ნებისმიერ ჩამკეტს გაჭრის. ამის დაბრუნება გინდათ? კი, ის მშვენიერია, მაგრამ კი, თქვენი მაღაზიიდანაა, ხო? კი, აქედანაა. კვითარი გააქვთ? არა, ეს საჩუქარია. საჩუქარი. მისტერ ვილსონ, გთხოვთ, მოდით აქ. მისტერ ვილსონ, გთხოვთ ამ ქალბატონს მიხედეთ, სანამ პოლიციაში დავრეკავ. უკაცრავად რა? ეს ნივთი მოპარულია და თქვენ ეს იცით. რა? კარგით, გთხოვთ, წამომყევით. დანაშაულზე მინდა გაცნობა. მერი, რაკენი. დიახ, აქ გელოდებით. არა. მისმენთ, მე არასოდეს არაფერი მომიპარავს, გასაგებია? ხომ გითხარით? წვეულებაზე გვაჩუქეს. და ვინ გაჩუქათ? არ ეთქოს. არ ვარ ვალდებული გითხრათ. ნუ მეტყვით პოლიციას მოუყვებით. ნუ საქმეც ეგაა რომ არ ზალს ეთქოს. კარგად ახსოვს რომ მაღალმა ქერაქალმა აიღო და ათვალიერებდა მას. მაღალმა ქერა. როგორც კი მან სხვაგან მე გაიგო, ეს ქალი გავიდა გვირგვინთან ერთად კარებიდან. მაშინ მე მესამე არხს მივცემ ინტერვიუს. ვეტყვი როგორ დააკავეთ ყოველგვარი მკითხების გარეშე არაკანონიერად ფეხმძიმე ქალის საწყობში. კარგი. ეს ჩემი ოფისია. მე კი საწყობში ვგრძნობ თავს და ჰაერი არ მყოფ. ეს ჩემი ოფისი. სუნთქვა არ შემიძლია. ხმერთო, ოღონდეს არა. გონი იწყება. შემსახიობა. შემსახიობა. თქვენ დარეკეთ მერისთან ისაუბრეთ. გამარჯობა, სკაილერი ვარ. ახლახან გამოვედი ზაქარიდან. სასწრაფოდ უნდა დაგელაპარაკო. შეიძლება ეგ არ უნდა გეთქვა რომ საერთოდ გამოხვედი. ახლა იქნებ მიხვდეს მას უკვე უნდა გადაგეგმოს. გაევლო. არ ვიცი. ხედავ. ესე სერიოზულად შუაღამეს დიდიან ველოდებით სანამ გაივლის. წამლის მოსაპარად. აიღე. ეს რა ჯანდაბაა? მეტი არ იყო. გაგევლო მაღაზიებში მაგის მეტი რა არის? უბრალოდ დაიფარე. მარცვა რა მეტურება. კარგი. სახაცო ქუდებს პრობლემა. მეტი არ იყო. ღმერთო. არ შემიძლია მეცნიერება რომ უყურებ. ეს რა არის ეს? არ უნდა დაბრუნებულიყო, რა საკეთებს? ტუალეტში შედის. ღმერთო, წავედით, წამოდი. წამოდი, რა საკეთებ? ახლა ცოტა რთული იქნება გამოსვლა მაქედან.
დიდი ხმა იქნება 10 წამში გაიგებ უკან დაიხია წამში გაიგებ ხმერთო ეი რა ხდება ოპა სად არის ბოთლები ხმერთო რა პირდაპირ ასე წავიღოთ მიდი ეს რა ჯანდაბაა ანუ შენ შემიძლია გამოხვალ გადაჭრითობებს ჩვენ ამასობაში გავიქცევით გასაკეთებ კარს აღებ აბა როგორ გაიტანა აქედან ისეთი კარს აღებ ეი ვინმემ გამიღეთ კარი ბილი გამოხვედი საპირფარეშოდან ბილი გამომიშვით საწყარი კაცი კი გამოწვევა მაგრამ დრო დაჭირდება ეს კადრიც კაია მოდი ვცადო რაიმე შეიძლება უბრალოდ ვცადო ხედავ მეფე ვარ კარგი ხო არა აუ რა ცუდი ხმა იყო ეს ღმერთო ეს ჯართი უკვე აღარსად აღარ წავა ჩემს ეზოში არ მოვამზადებთ სერდებში ღმერთო ფრთხილად რომელი ნაწილი ვერ გაიგე ძიმეა უბრალოდ ვერ დავიჭირე კარგი მიდი კაი ძიმე კიჩენს აწიე უბრალოდ ფრთხილად ნელა უძრავი ქონების აგენტი როდის დაბრუნდება ჯანდაბა აი გარბიცი დავრწმუნდები რომ არ მოვა კარგია რომ გამახსენე იო უძრავი ქონების აგენტს არ სწავლია ტემპერატურა 425 გრადუსზე შეაჩერე. კიდევ 2 საათი გვინდა იმისათვის, რომ 2 კილოგრამის და მეოთხედის გასაღებად. არცი, վել ვზივარ ახლა 1.5 საათია ველოდები რა უნდა მოხდეს იმისთანა, რომ 2 ვალისთვის დანარჩენი წინასწარ მივცე. სეზონის ფინალი ერქვა სამ სერიას. რასაც ახლა ვუყურებ, არაფერი მეტყვი იმაზე, რომ ეს სერია ფინალურია. იმ რაოდენობის მეთალამინით, რაც გუშინ მოვიპარეთ, კიდევ გვეყოფა იმისათვის, რომ კვირაში 2 კილო ვაწარმოოთ. ძალიან დიდხანს. რამდენი გვაქვს დრო? შენზე ვამბობ, რამდენი გჭირდება ფული კიდევ? მეტი. ეზოში ვიღაცაა? ვიღაცები. ეს არის უძრავი ქონების, არა. რატომ იყო დღეს დანიშნული სახლის დათვალიერება გამაგებინე? არ ვიცი, შეტყობინება დაუტოვე. რაც გინდა ისქენი, მაგრამ აქ არავინ არ შემოუშვა, გასაგებია? კარგი, მიდი.
მთელი ცხოვრება დამემალები? რა? კარგი, 15 შეტყობინება დაგიტოვე. როდესაც შენ ოფისში მოვედი, უკან კარიდან გახვედი. არ გავპარულ ვარ. ლანჩის დრო იყო. მაგას ვამბობ, არასწორად ელაპარაკეთ ხო? მისმინე მერი, ასე არასოდეს დაუმცირები ვარ. ეს გვირგვინი. მათმა ქურდობაში დამადანაშაულეს. რას აკეთებდი იმ მაღაზიაში? უკან ვაბრუნებდი. კითხვას ნუ გაურბი ხარ შენ. ვაბრუნებდი. ის მერი რა გჭირს? შეგიძლია მითხრა? რატომ მიქცევი ასე? ეს რას ნიშნავს? არ იცი? ეს ნიშნავს, რომ არ ვიცი რაზე ვლაპარაკობ. სერიოზულად? არ იცი რაზე ვლაპარაკობ? მაღაზია გვირგვინი არ იცი? შენ ხომ ამის აღიარებას არ აპირებ? ახლა გვიდემჩდება. და მოვასწრებ. ნამდვილად ვერ ვაღიარებ იმას, რაზეც წარმოდგენაც არ მაქვს. ნუ რო არ გქონდეს კიდე ნანახი მაშინ ფეხსაცმელებს რო იპარავდა, კიდე დავეჭვდებოდი, მაგრამ არა. კარგია მე. ჩაწერა არ დაგავიწყდეთ. სული იცნო. უკაცრავად სარდაფის ნახვა მინდა. უკაცრავად დაკავებულია. უბრალოდ სარდაფის ნახვა მინდა, რა პრობლემაა? ვერაფერს ვერ ნახავ, გაიგე? გასაგებია? მორჩა, ყველანი წადით. სახლი აღარ იყიდება, მოშორდით აქედან. სახლი აღარ იყიდება, სავალ. ნუ, ეს ექსპერიმენტის ადგილი გახდა. გამარჯობა. კარგი იყო? ახალი შეგრძნებები მიიღე? კი. კარგი იყო. სკაიმა წირზო. რასონი გაქვს? წმინდა ბალახის. ყველაფერი კარგადაა? არა. საერთოდ არა. გახსოვს გვირგვინი მერიმ რომ გვაჩუქა? ეთქვის ყველაფერს. იმის დასაბრუნებლად ვიყავი. და ლამის დამიჭერეს. ღმერთო ჩემო. ის კი უარყოფს და აღიარება არ უნდა. არც ბოდიშის მოხდა, არ ვიცი რა გავაკეთო. ბოდიშის მოხდასი კიდე შეიძლება მითგამართლო, რომ შენ უკან აბრუნებდი ის საჩუქარს. ხალხი საკუთარი ოჯახისათვის ბევრს აკეთებს. როგორც ვოლტი. ხალხი საკუთარი ოჯახისათვის ბევრს აკეთებს? რა? ეს რა ქურდობას ამართლებს? არ მიფიქრია მაგაზე. შევედარებინა. რა ვიცი. გესმის ახლა რას? ქურდობას არ აკეთებს და ახლა
ამიტომ არ უყვება სკაიდერს არაფერს, იმიტომ რომ ეშინია რომ ვერ გაუგებს. რას გააკეთებდი მე რომ ქურდი აღმოჩენილიყავ? რას გულისხმობ? პირდაპირ მიშველებით. მე რომ ყოფილიყავი მერის გასიზამდი, საქმეს. გამჩორდებოდი პოლიციაში დარეკავდი. Sky. შემოწმება არ გჭირდება. შემოწმება არ გჭირდება. გშია? არა, მადლობა. აბა ეს მოლაპარაკება როგორც ჩაიდეს. მისვათ მოლაპარაკება არა. ეს რა ჯანდაბაა? გაცვლა. ლურჯია. ჩვენ სხვა ქიმიური პროცესი გამოვიყენეთ, ისეთივე წმინდაა. ლურჯია, მაგრამ ისეთივე მაგარია. არის მაგარია. ლურჯი, ყვითელი, ვარდისფერი, სულ ერთია. უბრალოდ განაგრძელოთ. კარგი. ამჯერად მარტივი იყო. გასახდება. ის ხორა, როგორ უკანა პლანზე გადავიდა ჯესია დაუმატე. კუნდებთან მოლაპარაკებების დროს. რა გითხარი? ის ნამდვილი მზარეულია. კარგი ხარ ძმაო. კარგი ხარ, ჩვენ ერთად ბევრ ფულს გავაკეთებთ. უბრალოდ გახსოვდეს ვისთან მუშაობ. რა თქვი? რომ არ დაავიწყდეთ ვისთან მუშაობენ. ამათ რა ჯერ ვერ გაიგეს? ამბობ რომ სულელები არიან? მე უბრალოდ კარგი, ანუ რას ამბობ, რომ სულელები არიან? ანუ მე გავიგე რომ ამბობ რომ ესენი სულელები არიან. გაჩერდით რა. არა, კარგი, რატუკო, მე უბრალოდ არა, შენ უბრალოდ ამბობ რომ მე სულელი ვარ და არ მესმის რას ვამბობ. ეს ასეა? ეს ისაა რაც შენ გააკეთე. ტუკო. მოდი ყველანი მოვდუნდეთ. კი. Stops. ჰეიზენბერგი ამბობს მოდუნდი. მოდუნებული ვარ. ჰეიზენბერგი უკვე დავავიწყდა ესე, როცა ხელი რო გქონდა შენი. იუჰოი. შეიძლება კარგი არქის დამთავრდება, მაგრამ კაი რა. ტუკო. შეხედე აქ, ხედავ? როგორც ჯესი, მაგრამ ეგონი მოაქვს. დავისვარე. შემდეგ კვირამდე ჰეიზენბერგ. გახმოვანებულია აჯანყების მიერ. ღმერთო ჩემო. გაუხეთქა თავის ქალა. Все серьезно, ეს არის სეზონის ფინალი. არა, არაფერი. თუ დაიცა? ხო, არაფერი.
ჩემი კომპიუტერი არის 25%-ზე. არის ცოტა. შევერთებ ვიდეოს როგორც ჩემი. კაი. ესე იგი ეს იყო ძიმეთა და შაური. მე-7 სეზონის პირველი სერია თქვი ვამბობდი. პირველი სეზონის მე-7 სერია. პირველი სეზონის ფინალი. სიმართლე გითხრა, რა ვიცი მე სეზონის ფინალს ამას ვერ ვუწოდებდი, ანუ ძალიან ისეთ მომენტზე დამთავრდა, როგორ თქვა, ჩვეულებრივზე. ანუ ის ბოლოს სცენა კარგი იყო, ისე ვოლტის და სკაის დიალოგი. მაგრამ მე მაინც ანუ როგორც სერია ძალიან კარგი იყო, კი, მომეწონა. მე-6-ს ვერ აჯობა, მაგრამ მართლა ძალიან კარგი იყო. ჯესის და ვოლტის მომენტები მომეწონა როგორც ყოველთვის, ვოლტის და ჰენკის დიალოგიც და როგორ ნელ-ნელა მიუთითებდნენ იმისკენ რა, რომ უნდა გაიგოს ოჯახის წევრებმა და ვოლტის როგორ ნელ-ნელა უნდა მიოკებს, ანუ ჰენკს უთხრა, რომ ლეგალური რომ გახარდონ რაღაცებიო და ჰენკმა მე თვითონ დაიწყო მარიხუანაზე თავიდან თქვა რა ქვია იმას მეთანოლზე ლაპარაკი და სკაის პირდაპირ უთხრა მე რომ ქუდი ვიყო რა სიზავდიო და დებილი მგონია ხა ჩემი თავი რატო არც ერთხელაც არ მიხსენებია ეს პარალელი მერის და ვოლტს შორის ხო ნუ მეს ახლა არ ვიცი სიმართლე გითხრათ თან მესმის თან არა გვირგვინის მოპარვა იმიტომ რომ ოჯახი გაახაროს ისედაც ცოტა არ იყოს გაჭირვებული ნუ ცოტა ზედმეტი არის ალბათ მაგ ოჯახისთვის მაგრამ პრობლემიანი ასე ვთქვი პრობლემიანი ოჯახი რომ გაახაროს როგორმე ბავშვს ელოდებიან აქ პონჩი კიდე გასაგებია კიდე შეიძლება გამართლება მაგრამ ფეხსაცმელების მოპარვა იმიტომ რომ დაბადების დღეზე კარგად გამოიყურებოდე რავი ეგ უკვე ცოტა სხვა კონტექსტი ხა ვოლტის და ჯესის კიდე მესმის ანუ ფული უნდა თავის ნუ ჯესის რა თქმა უნდა თავის სარჩენად ვოლტის ოჯახის სარჩენად აი ყველაზე მეტად ამ კრიმინალებიდან ბრჭყალებში ვოლტის და ჯესის უფრო ვოლტის მესმის იმიტომ რომ ოჯახისთვის უნდა ისედაც იცის რომ დიდხანს ვერ იცოცხლებს და რა ვიცი რა გული მიგრძნობს რომ მართლა ვერ იცოცხლებს და ფინალში მეხუთე სეზონის ბოლოს მოკვდება არ მინდა მომწონს რა ჰაიზენბერგი როჩი რა კაი მეცახელია კარგად ჟღერს მაგრამ ას ნიშნავს მაგას ვიდეოს მე შევეცდები გავარკვიო ასევე ხო ის მოპარვის სცენა თან როგორ უცბად შესთავაზა ვოლტმა ჩვენ რომ მოვიპაროთო თითქოს და ჩვეულებრივი საქმე იყოს თითქოს და ვოლტისთვის იყოს ჩვეულებრივი საქმე და ჯესის რო თქვა კიდე მესმის მაგრამ ვოლტმა შესთავაზა თვითონ ჯერჯერობით ალბათ ჯესი ჩემი საყვარელი პერსონაჟია ხო და კიდე ერთი რაც წერან თქვი ანუ პირველი სეზონის ფინალად მე უფრო დავტოვებდი მე-6 სერიას ანუ ასე გავაკეთებდი რომ პირველ სეზონში 6 სერია ყოფილიყო და მე-7 სერიას გავიტანდი როგორც მეორე სეზონის პირველ სერიას მაგრამ ხო თუმცა კი ანუ განაცვლება მომწონს როგორც გააკეთეს მაგრამ რავი ჩემი პირადი გადმოსახედიდან ეგრე უკეთესი იქნებოდა თუმცა ნუ არაფერს არ ვამბობ ახლა კონკრეტულად სერიებთან პრეტენზია არ მაქვს შეიძლება თან უკეთესიც არ იქნება და მე-6 სერიის ფინალს კიდევ კარგად უნდა გადავხედო და გავაანალიზო მაგრამ რავი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ასე მგონია ხო რაც შეეხება პერსონაჟებს როგორც წერა თქვი ჩემი საყვარელი პერსონაჟი ჯერჯერობით ჯესია კი ვოლტიც შეიძლება მაგრამ ნუ ჯესი უფრო მომწონს რა ბევრჯერ შემცვლია აზრი ჯერ იყო და ჯესი უფრო მომწონდა მე იყო და ორივე მე იყო და ვოლტი მე ისევ ორივე მე ისევ
Volti ისევ ორივე და ახლა ჯესი მომწონს ისევ. ამიტომ ხო. და ეს ფინალური სცენა იყო ტუკის და ახლა მე მგონი ეს იყო ზუსტად ეს მომენტი, როდესაც მივხვდი რომ მაგარ წუდეში არიან, მაგარ შერში გაიხდნენ ორივენი. ასე ხო. ტუკი მართლა არა ვერა თავის მოტორზე ახლა. მაგრამ პრინციპში სხვასაც უნდა ელოდებოდი ნარკომანისგან და ნარკომოვაჭრისგან. ზოგადად პერსონაჟებს ახლა რავი, ვილაპარაკო? მოკლედ ვილაპარაკებ, მაშინ ბევრ დროს არ დავთვლი და ჩემთვის არ დავიწყე პროსტა. როგორც იყო ჯესი, ვოლტი, სკაი, მერი, არა, ჰენკი, მერი ვოლტუსი. ალბათ ასე. კი. მე კიდე გავეჩნდებიან ახლა პერსონაჟები, როგორც მე ვიცი. ასე მითხეს, ახლა ხან მეუბნებიან ხოლმე მეგობრების სპოილერების გარეშე, რა თქმა უნდა. როგორ არ მოხდება და როგორ არ მოხდება რა ეგ სპოილერია. ანუ უკეთესისკენ შეიცვლება, უარესისკენ შეიცვლება, ვინმე ახალი პერსონაჟი თუ დაგვიმატება და არ ფერს არ ვეკითხები ხა ზედმეტი სპოილერები რომ დავიჭირო ჰაერში ესე. მაგრამ პერსონაჟები რომ დაგვემატებიან მეორე სეზონიდან, ეგ ვიცი, კარგი პერსონაჟები თან. ვნახოთ რა იქნება. ყოველ შემთხვევაში ზოგადად პირველი სეზონით მე კმაყოფილი ვარ. პირველს აგერ სერიის სათაური დამავიწყდა ამ სერიას და კაკარას თან ნახავ თან a rough stuff type deal. A no rough stuff type proof. A no rough stuff type deal. ხო. ვიცი რატომაც არის ახლა ესეთი სათაური. ანუ პირველი სამი სერია კარგი იყო ძალიან. მე მაგალითად მოვიწვი განსაკუთრებით მესამე. ანუ როგორც ვთქვი, ემილიოს და კრეიზი როას არკი ფაქტობრივად, შეიძლება ასე მოიხსენიო ახლა. მე მეოთხე სერია Cancerman საკმაოდ ისეთი იყო, ასევე საინტერესო, მაგრამ ალბათ ყველაზე მექნებად ეგ სერია მომეწონა. Grey Matter-ი ძალიან კაი იყო, სიმართლე გითხრათ. და ეს წინა, მეექვსე Crazy Handful of Nothing და A No Rough Stuff Type Deal ეს მეექვსე საუკეთესო იყო. მაგაზე ორი აზრი არსებობს. მეექვსე სერია უჯრედის საუკეთესო იყო და მე ეს ხო. ალბათ ყველაზე ძალიან ანუ ყველაზე ძალიან მომეწონა მეექვსე, მე მესამე, ახლა როგორ გავარჩეს მე ალბათ ეს, მე პირველი, მეორე, მეხუთე და ბოლოს მეოთხე. ასე თუ ისე დრო დაგემშვიდობოთ მეტი სათქმელი. აღარაფერი მაქვს პირველ სეზონს დავწერდი ესე 9-10-დან შეფასებას. იმიტომ რომ მართლა კაი, როგორც პირველი სეზონი კარგია, ბევრად უკეთესი იყო ვიდრე ავატარის პირველი სეზონი და ბევრად უკეთესი იყო ვიდრე Gravity Falls-ის პირველი სეზონი. ამ ორს პირველი სეზონები აშკარად ეტყობოდათ რომ შესავალი სპონჯი, ანუ შესავალისაც არა, უფრო როგორ თქვა, ჩვეულებრივი გასართობი სერიები უფრო მეტი ჰქონდათ, რომ მე მოეყარათ მთელი ქაოსი და უბედურება, რაც მოხდებოდა. აქ კიდე ეგრე არ ჩანს მძიმე დანაშაულში იმენა ყველაზე სერიოზული საკითხით ვიწყებთ. მომწონს. ასე რომ ხო. დაგემშვიდობებით, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ და ლაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, გატოვოთ კომენტარები და აქტიურად წერის ღილაკი. ძალიან დიდი მადლობა ყველას და ნახავთ შემდეგ ვიდეოში. კარგად გრძელდებოდეთ.